შეგეუბნები, რომ არის იდეალური პირობები და ესეთი სადისტებით ციხეში რო შედიან და რო გამოდიან, მადლობას იხდიან რა მაგარ პირობებში იყვნენ. ეს ქართული ოცნების დეპუტატი ლევან მაჭავარიანია. ისიც და იმედიც გვიმტკიცებს, რომ 2012 წლის შემდეგ ციხეები ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და პატიმრების უფლებები დაცულია. იმედის კვირამ ამაში საზოგადოების დასარწმუნებლად აქ წუთიანი რეპორტაჟი მოამზადა, სადაც მოისმენდით, რომ ციხეში თანამედროვე სამზარეულოებია, პატიმრები ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით იკვებებიან და მრავალფეროვანი მენიუ აქვთ. შეუძლიათ განათლების მიღება და თვითრეალიზაცია. საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგები და სოციმუშაკები ეხმარებიან. იღებენ უფასო მედიკამენტებსა და ყველა საჭირო სამედიცინო სერვისს. მეტი დამაჯერებლობისთვის სიუჟეტის ავტორმა ისიც თქვა, მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანიის ფონზე გლდანში მყოფი პატიმრისგან წერილი მივიღეთ. მან გთხოვა მომეცით უფლება, რომ ციხეში არსებულ ვითარებაზე სიმართლე ვთქვაო. არანაირი უფლებები არ იღება პატიმრების, არანაირი ზეწოლა და არამც თუ უფლებები სიტყვიერი შეურაცხყოფაც არ არის. ექიმები დღეს თავზე გევლებიან. ყველაფერი თუ იდეალურადაა, მაშინ რატომ არ უტარდება უკანონო პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელს სათანადო მკურნალობა? საია და ადვოკატები აცხადებენ, რომ მისი მხედველობა საგრძნობლადაა გაუარესებული და საგანგაშო ნიშნულზეა. არაერთი მიმართვის მიუხედავად კი მას საჭირო გამოკვლევები დღემდე არ ჩატარებია. გვახსოვს, რა მდგომარეობაში გამოვიდა პედაგოგი და აქტივისტი ნინო დათაშვილი საპატიმროდან. მისი აღკვეთის ღონისძიების გირაოთის შეცვლას ადვოკატები ითხოვდნენ. მანამდე კი პროკურატურამ ყოველგვარი საფუძვლის არსებობის გარეშე მისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა. სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე კი წერდა, როგორც ცისფერთებში გივიეს ეძახიან და არავინ იცის სადაა, ზუსტად ასე ვართ ექიმზეო. სისტემა მანაც და სხვა არაერთმა პატიმარმა ამხილა. მოგვიყვნენ რა გამოიარეს დაკავებისას თუ იზოლატორში ყოფნისას. საპროტესტო აქციებზე დაკავებულები რომ დამცირების, წამების, ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ, ამაზე უფლებადამცველებიც საუბრობდნენ და თავად ოცნების მიერ დანიშნული ომბუდსმენიც.